ქართველ მებრძოლებს დაუბრუნდეთ. ლადო გამსახურდია კავკასიური ლეგიონის მეთაური შემოგვიერთდება, რომლის ადგილსამყოფელსაც ვერ იტყვით ზუსტად იმის გამო, რომ ლადო თავის თანამებრძოლებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს უკვე წლების განმავლობაში. ლადო გამსახურდიას დანაყოფი შეგვიძლია ასე ვთქვათ, იმ ხრივაც არის გამორჩეულიც და განსაკუთრებულიც, რომ ლადოსთან ერთად, ქართველებთან ერთად სხვადასხვა კავკასიელი ერების, სხვადასხვა ნაციების წარმომადგენლები იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, პუტინისტი რუსი აგრესორების წინააღმდეგ და ალბათ არც ერთ სხვა დანაყოფში არ არსებობს ისეთი გაგება ამ აუცილებლობისა, როგორიც დაუშვათ ლადოსა და მის თანამებრძოლებთან ერთად. ამიტომ მე ლადო გამსახურდიას მინდა მივესალმო, მიულოცო უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და მინდა ვკითხო, რა არის მთავარი мотиваცია, რა არის ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ქართველები სხვა კავკასიელი ერების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინის მიწაზე რუსეთს უპირისპირდებიან. მოგესალმებით, ლადო, გისმენთ. მივესალმები მაყურებელს, მინდა ყველას ერთად მოგილოცოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად და უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. უკრაინის დამოუკიდებლობა არის და მისი გამარჯვება არის ჩვენთვის პრაქტიკულად იმედის შუქი, იმედის მომცემი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და სწორედ ამ იმედით ვიბრძვით დღეს უკრაინის ფრონტზე ქართველები და ჩვენთან კავკასიის რეგიონში არა მარტო ქართველები, არამედ ადამიანები თითქმის მთელი კავკასიიდან და მათ ეიმედებათ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ოკუპაციების შემდეგ, რომ მათი მიწებიც იქნება თავისუფალი და ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. მე მით უმეტეს, მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი, როგორც 300,000 ქართველი ჩემთან ერთად იმ იმედით ვარ, რომ მე ოდესმე დავბრუნდები აფხაზეთში, სადაც იქნება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში მოქალაქეები დაბრუნებული, ის დევნილები, ვინც ამდენი გაჭირვება გამოიარა. ლადო, მინდა დაგისვა კითხვა, თუნდაც დღევანდელი დღის აღნიშვნის ცერემონიალური მხარიდან გამომდინარე. ეს არ იყო კლასიკური ხარისხის მასშტაბური სამხედრო აღლუმი, რომელიც კიევში ვიხილეთ, მაგრამ წლევანდელი ჩვენება, ასე ვთქვათ, განსხვავებული იყო და განსაკუთრებულიც, რომელიც ასახავს იმ სიახლეს, იმ რევოლუციურ გარდატეხას, რომელიც თანამედროვე ომის წარმოების წესებს, ტექნოლოგიებს უკავშირდება, რობოტიზებული მექანიზებული ჯგუფები, ასე ვთქვათ, ბრიგადები თუ რა ვიცი რა დავარქვა, ჯერ არც ვიცი ამას, იყო იქ წარმოდგენილი რობოტები, ჩვენ ვხედავთ ხოლმე ვიდეოებს, რობოტიზებული დანაყოფები, დისტანციურად ადამიანების მიერ მართული, როგორ არა მარტო ანადგურებენ, არამედ იკავებენ ტერიტორიებს და უზრუნველყოფენ მის დაცვას. ამ თვალსაზრისით ეპოქალურ გარღვევებს უყურებთ ახლა ჩვენ და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც ჩაიწერება მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა. აი, როგორც უკვე საკმაოდ გამოცდილ სამხედროს და მეომარს, რა შეგვიძლიათ გითხრათ თანამედროვე ბალანსში უკრაინის შემტევ პოტენციალსა და რუსეთის ასე ვთქვათ სამხედრო პოტენციალს შორის. აი, სამხედრო თვალსაზრისით რა სიახლეები არის ამ კუთხით და რა როლი რჩება კვლავ კონკრეტულ სამხედროებს, მეომრებს, ისეთ როგორც შენ ხარ ამ რობოტების პარალელურად, რამდენად მნიშვნელოვანი როლი რჩება ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეს სასორზე დებენ, როცა მონაწილეობენ აქტიურ სამხედრო მოქმედებებში. დიახ, ეს არის რობოტიზირებული არმია, უკრაინულად SBS, Сил беспилотных систем, უპილოტო სისტემების ძალები.
ეს რომელიც შეიქმნა პირველად უკრაინაში. ჩვენმა კავკასიის ლეგიონმა დაიწყო, ასე ვთქვათ, ქვეითიდან, საცეცხლე მხარდამჭერიდან და ახლა გადავედით უპილოტო სისტემებში, სადაც ბრიგადაში, ერთ-ერთ ბრიგადის დაქვემდებარებაში ვართ, როგორც სპეცქვედანაყოფი და სწორედ მართავთ ჩვენ იმ უპილოტო სისტემებს, იმ უკრაინულ დრონებს, ძიმე დრონებს, რომელიც დღესდღეობით არ გააჩნია რუსეთს. მე შემიძლია ვისაუბრო ტაქტიკურ დონეზე, დღესდღეობით მე ვერ გეტყვით ახლა სტრატეგიულ დრონეზე, ისედაც ყველა ხედავს თუ რამხელას აღწევს უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, ასე ვთქვათ, ზედმესახელად მადიარი, რამდენს აღწევს, როგორ ურტყამს ზურგში და ჩვენ შევდივართ ამ ძალებში, მაგრამ ჩვენ ვართ ტაქტიკურ დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ ფრონტიდან, როდესაც ფრონტზე პირველი ხაზი ზის და იცავს პირველ ხაზს ქვეითი, ჩვენ ვართ მათ უკან, ჩვენ ვართ სპეციალური ქვედაყოლები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეითების უსაფრთხოებას, მაგრამ დღესდღეობით ამ ბოლო ხანებში შეიცვალა ბრძოლის ტენდენცია, უფრო როდესაც ისინი ცდილობდნენ გაერღვიათ წინა ხაზი, ახლა იციან რომ ვერ არღვევენ წინა ხაზს თუ არ მოგვაშორეს ჩვენ და ძირითადი დრონების დარტყმები მიდის ჩვენზე, რომლებიც ჩვენ თვითონ პილოტებს ეძებენ, ვინც არიან და ვინც მართავს ამ დრონებს, საიდანაც ფრინდება ეს დრონები და ასე შემდეგ. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მქონდა ძალიან სერიოზული შემოტევა ერთ-ერთი ძლიერი რუსული ქვედანაყოფისგან, რომელიც ასე არიან ერთ-ერთი ძლიერი ქვედანაყოფი დრონებში და ჩვენ პრაქტიკულად ალყაში მოვიქეცით, ჩვენი ბიჭები ალყაში მოიხსნენ დრონების ალყაში, მაგრამ ჩვენმა პილოტებმა გადაიჭირეს სასწრაფოდ რეაქცია მოხდა, ჩაერთო სამმართველო, ყველა ჩავერთეთ და ჩვენ მოხდა იმის გადაჭერა, მათი პილოტების გადაჭერა, განადგურებული იქნა მათი პოზიციები და ამის შემდგომ უბრალოდ ვიხსენით ჩვენი ბიჭები ალყიდან, FPV დრონების ალყიდან. ძალიან საინტერესო ომი. დიახ, დაასრულეთ. ძალიან საინტერესო ომი მიდის. ახლა ჯერჯერობით არის ფრონტი რამოდენიმე წელია, უკვე ბოლო 2 წელია თითქმის გაყინული და წყვიტავს, ასე ვთქვათ, მიდის ბრძოლა და წყვიტავს ახლა რობოტიზირებული სისტემები და დრონები, ვინ უფრო სიღრმეში შეფრინდება, ვის უფრო ექნება გადამჭერი, ასე ვთქვათ, მათი სიხშირების გადამჭერი და დრონების დამჭერი სისტემები. და აქ არის ყოველდღიური რბოლა, არის ისეთი დეტალები, ისეთი დრონების სახეობა, რომელიც რაშიც ჩვენ ისინი რაღაცით გვჯობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი დრონები, რასაც ისინი ვერ იყენებენ და ვერ აკეთებენ. ეს არის უკრაინული ძიმე დამტყმელი დრონები. ბოლოს თქვენი დიდი მოგვარის, ასე ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას ვხედავ ჩვენ მაისურზე და მისი ოცნება რაც უკავშირდებოდა ერთიან დიდ მშვიდობიან კავკასიას, მათ შორის კავკასიური ერების დამოუკიდებლობას, მათ შორის თქვენ ახსენეთ თქვენს გვერდზე იბრძვიან სომხები, აზერბაიჯანელები და არიან ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების წარმომადგენლებიც. ჩვენ პირველ რიგში სწორედ საქართველოს პერსპექტივიდან უყურებთ თელს ამ პროცესს და გულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას და მათ შორის საქართველოს გამარჯვების პერსპექტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვეყნის სამხედრო ძლიერების გამტკიცება. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ომზე უნდა გვეჭიროს საერთოდ თვალი, ეს ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტები ქმედითი და ეფექტური გახდეს, სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი, რომლის განუყოფელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ითქვას სამხედრო ძლიერების კომპონენტია ქართული შეიარაღებული ძალები, ჩვენი თავდაცვის ძალები და ამ მხრივ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან დიდი სიახლეები არის და ჩამორჩენა აშკარად სამწუხაროდ გვაქვს ამ მხრივ. ის რომ ქართველი მებრძოლები, თქვენი სახით ძალიან ბევრი სხვა ქართველი მებრძოლი იღებს ამ გამოცდილებას, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანი არის საქართველოს პერსპექტივისთვის? მადლობა რომ შეამჩნიეთ გამოსახულებას ზვიად გამსახურდიას. ჩვენი კავკასიის ლეგიონი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის კავკასიის ლეგიონი.
ეს გაერთიანება მოხდა და ჩვენ შევძელით ის რომ ჩვენ გაგვეკეთებინათ ეს გაერთიანება და იარაღით გვერდში გვებრძოლა ერთმანეთის გვერდში რუსეთის წინააღმდეგ მთელ კავკასიაზე და სხვათა შორის არის სიგნალები რომ აფხაზ მებრძოლებსაც უნდა ჩამოსვლა და ჩვენ გვერდში ერთად ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ეს არის ალბათ სენსაცია მაგრამ ჩვენ გვაქვს კავშირები და ისინი ვინც იმყოფებიან უკვე გადმოვიდნენ ევროპაში და უფრო ესეთ უსაფრთხო ქვეყნებში ისინი ჩაერთებიან მალე იქნებიან კავკასიის რეგიონის შემადგენელი ნაწილი და ერთად ვიბრძოლეთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ამისათვის რა თქმა უნდა თქვენ სწორი ბრძანეთ რომ საქართველოს ჯარებს ჭირდება გადამზადება ჩვენ არ უნდა ჩამოგრჩეთ და თქვენ სწორი ბრძანეთ რომ ომი არავის არ ჭირდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გამზადებული იმისთვის რომ რაც გვაქვს ის დანარჩენი საქართველოს დავიცვათ. ამისათვის დღეს არის ბევრი საქმე აქვს საქართველოს გაკეთებული უკრაინაში იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ გამოცდილება და გაემზადოს ქართული ჯარები და ინსტრუქტორების გამოყოფაზე ზედმეტი საუბარი საერთოდ ზედმეტია და გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარებენ ამდენი ჩვენ გვაქვს აქ დათესილი და გაკეთებული ამიტომ ყოველთვის უკრაინის მხარე იქნება მოხარული და ეხმარონ ქართულ ჯარისკაცებს იმისთვის რომ მოამზადონ ქართული ჯარი ასევე ჩვენ შეგვიძლია თავადვე ეს გავაკეთოთ მაგრამ მე არ ვიცი რა იქნება ქართული ოცნების პირობებში რადგან ხედავთ რომ ყველა მათი ნაბიჯები პრაქტიკულად გადახრილია რუსეთის მხრიდან რუსეთის მხარეს და აქ არის საშიშროება იმისი რომ ჩვენი ჯარისკაცებიც რომ ზაბრუნდეს საქართველოში და რომც მოინდომონ ჯარის გადამზადების პროცესების რომ მოინდომონ შეიძლება ამისთვის შეექმნათ პრობლემები თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი მებრძოლები აქ ვინც არიან ყველა არის მიმართული იმისათვის რომ საქართველოს ინტერესები დაიცვან პირველ რიგში და რაც უფრო შესუსტება რუსეთი მით უკეთესია ჩვენთვის და დღეს არის თუ არა მნიშვნელობა რახან უკვე თავს დაესხა რუსეთი უკრაინას როდესაც შენ 45 მილიონიანი ქვეყნით რესურსით ებრძოლები მტერს და როდესაც შენ ხარ დაუშვათ 3 მილიონ ნახევარიანი რესურსი როდესაც იარაღი ასევე არის 45 მილიონიანი ქვეყნის რესურსი მათი მომარაგება ჯარის და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ მე არ მინდა რომ თქვა რომ ჩვენ ძალიან დაწყვეტილები ვართ და ძალიან გამოგვისწია ჩვენ თავზეც ეს ოკუპაცია და რომ უკრაინას დღეს მსგავსი რამ შეერთხა და ყველა მიცით რომ რუსეთი არის სოფლიოში ყველაზე უდიდესი ტერორისტული მანქანა და ამას ებრძვის დღეს უკრაინა მაგრამ საქართველოს ნაპერწკალიც არის აქ და საქართველოს მე დარწმუნებული ვარ ვინც აქ ხალხი გვიყურებს ყველა მოაზროვნე ადამიანი ხვდება იმას რომ ამ რესურსით ბრძოლა ჩვენ ინტერნეტის წინააღმდეგ რომელსაც ჩვენ არ შეგვეძლო რამე თუ რამე გაგვეკეთებინა არამედ დღესაც არ შეგვიძლია ის რომ შური ვიძიოთ ჩვენს ეს კარგი გაგებით რომ ჩვენი გავაკეთოთ ამიტომ ჩვენ მოგვეცა მაგის საშუალება და ჩვენ გვეტანაყოფს მით უმეტეს როდესაც ჩვენ დავავიჯეთ რუსულ მიწაზე და საქართველოს არასდროს არ ყოფილა რუსეთში ერთხელ ვიყავი მის ტერიტორიაზე და ისიც მე და ჩვენი ბიჭები და ისიც იარაღით ხელში ვიყავით გამარჯვების შეგრძნება იყო ეს ნაპერწკალი და ჩვენ ეს უკვე ვიგემეთ და ვიმედოვნებთ იმას რომ როდესაც გაიმარჯვებს უკრაინა ჩვენ თავაწეული ღირსეულად დავბრუნდებით ჩვენ ქვეყნებში ამიტომ ძალიან მადლობა. დიახ